ამას შეხედეთ. დღეს ვამზადებთ უგემრიელეს ჯემიან ფუნთუშებს. შეინახეთ რეცეპტი და დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში უნდა გავათბოთ რძე. სანამ რძე შეთბება, გავადნობ კარაქს, ვიყენებ ოლდენბურგერის კარაქს და ამ შემთხვევაში გვჭირდება დაახლოებით 80 გრამი. რძე უკვე შემთვარია, ახლა უნდა გავააქტიუროთ საფუარი, დავამატოთ შაქარი, რა თქმა უნდა, საერთო რაოდენობიდან. დავტოვოთ თავდახურული დაახლოებით 10 წუთით. დავამატოთ დარჩენილი შაქარი, ვამატებთ ასევე ვანილს, მარილს, კვერცხს და გამდნარ კარაქს. კარგად გავხსნათ ეს მასა, იმისთვის რომ შაქარი არ დარჩეს ძირზე და შემდეგ დავამატოთ ფქვილი. ეცომე უკვე მომზადდა, ახლა შეგვიძლია გადავაფაროთ თავზე და დავტოვოთ თბილ ადგილას, რომ ამოფრინოთ. დავაკეთოთ საშუალო ზომის გუნდები, აი ასე. დავასვენოთ. სახლში მქონდა ქლიავის ჯემი და ვფიქრობ ძალიან მოუხდება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ როგორც ნებისმიერი ჯემი, ასევე შოკოლადი ან რაც გაგიხარდებათ ის მოათავსოთ შიგნით. გადავუსვათ რძე და თავზე მოვაყაროთ ფქვილის, შაქრისა და კარაქის ნაზავი. ვაწყობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.